კი არ ჭირდება ნანუკა, აქ იყო საუბარი დამოკიდებულებაზე. რომ არხი არ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ფონდის. ნანუკა ჟორჟოლიანი მთავარი არხის მენეჯმენტზე იმის გამოგაბრაზდა, რომ არხმა სააკაშვილის რეჟიმის პრემიერის ნიკა გილაურის ფონდი გააპიარა და თავად ჟორჟოლიანის ფონდს საკმარისი ყურადღება არ დაეთმო. ძალადობრივი საპროტესტო აქციებისთვის შექმნილი ფონდები ახლა რაც მოძრაობასა და მათ მთავარ პროპაგანდისტულ მედიაში დაპირისპირების მთავარი მიზეზია. გარდა ხელმძღვანელებს შორის ურთიერთბრალდებებისა თანამშრომლები ვერ იყოფენ საეთერო დროსა და მიღებულ სარგებელს. სწორედ ამ მიზეზით დატოვა ოპოზიციური არხი ნანუკა ჟორჟოლიანი. დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ნაცმედიის ჟურნალისტმა მაია ლომიძემ გილაურის ფონდს 22 დეკემბერს ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა. ჟორჟოლიანისთვის კი მიუღებელი აღმოჩნდა იმ არხის მხრიდან, რომელზეც თავად მუშაობს, სხვა ფონდის გაპიარება. ან მხოლოდ ერთი ადამიანის, აქ ამაზე იყო საუბარი. და არა იმაზე, ნანუკას რას შეჭირდება პიარი. ნანუკას თავისი პლატფორმა აქვს, ნანუკას თავისი ინსტაგრამი აქვს, აქ საუბარი დამოკიდებულებაზე უბრალოდ. ანუ თქვენი პოზიცია იყო ის, რომ პიარდებოდა მხოლოდ ერთი ფონდი არხის მიერ? დიახ, მხოლოდ ერთი, როდესაც გილაურის ფონდზეა საუბარი, ხო? დიახ, გილაურის ფონდზეა. არ შეიძლება იყოს კონცენტრაცია ან მხოლოდ ერთზე, ან ამ რაკეთა მიმართულებით, ან იქეთა მიმართულებით. არ შეიძლება ეს ჩაკეტვა სივრცის. ეს ფაქტი ნამდვილად იყო, მაგრამ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, რამაც გამოიწვია ის, რომ არ შეიძლება არხის დავიწროვება. თავარ არხზე შიდა დაპირისპირების დეტალებზე საუბარი ჩვენთან არ ისურვა ძალადობრივი საპროტესტო აქციებისთვის შექმნილი გილაურის ფონდის გამპიარებელმა მაია ლომიძემ. სკრინები მოგვაწოდეს მთავარი არხის ჩატიდან, შიდა ჩატიდან, სადაც თქვენსა და ნანუკა ჟორჟოლიანს შორის მოხდა დაპირისპირება გილაურის ფონდის სიუჟეტის გამო და თუ გვიდასტურებთ ამ ინფორმაციას სიუჟეტს ვაკეთებ ტელეკომპანია პოსტივიდან გეკავშირდებით. რუსულ არხებთან არ თანამშრომლობ. გვიდასტურებთ თუ არა ამ ინფორმაციას სკრინების? ოპოზიციურ არხზე არსებულ დაპირისპირებას მმართველ გუნდში მათ დამფინანსებლების უკმაყოფილებასაც უკავშირებენ. ქართულ ოცნებაში ვარაუდობენ, რომ მთავარმა არხმა მათი დამკვეთების იმედები ვერ გაამართლა. რაც შეეხება აქციებისთვის შექმნილ ფონდებთან დაკავშირებულ დავას. საპარლამენტო უმრავლესობა ამას ფონდების ხელმძღვანელებს შორის არა ქველმოქმედების, არამედ რევოლუციური პროცესების ხელშეწყობის კუთხით არსებულ კონკურენციად განიხილავს. თავარი არხის გადალაგება ხდება, რომ უკეთ ემსახუროს სააკაშვილის და არა თქვათ სხვადასხვა მიმართულებით განავითაროს რომელიღაც სხვა პოლიტიკური ფიგურების ხელშეწყობა. ნაცმოძრაობაშიც რასაკვირველია, უნდა ვიგულისხმოთ, რომ შექმნილია გარკვეული დაპირისპირების ნიადაგი და ის ადამიანები, რომლებიც დღეს მიდიან წასვლას აპირებენ კონკრეტული მედია საშუალებიდან, არ უნდა განვიხილოთ როგორც რაღაც პროგრესისათვის დასჯენი. ეს იყვნენ ეს ადამიანების დიდი გუნდია, რომელსაც არასდროს არავისთვის ხელი არ გაუმართავთ, არც ერთი ქველმოქმედება არ ჩაუდენიათ და მათი პოლიტიკური კრედო უკავშირდება იმ რევოლუციას, რომელიც საქართველოში ვერ შედგა. მოკლედ დაპირისპირება კოლექტიური ნაცმოძრაობის ბანაკში, რაღაც კონკრეტული დამფინანსებლები, როგორც ეთქობა, რაღაცებს აღარ აფინანსებენ, ის იმედები, რომელიც წინასაარჩევნოდ ჰქონდათ ამ მოძალადეებს ვერ გაუმართლდათ და დღეს არის ეს რაღაცა ურთიერთქიშპობა, ნაწილი სახეები სტოვებენ კონკრეტულ რუპორ ტელევიზიებს ნაციონალური მოძრაობის და შიგნით ხდება მოკლედ დიდი ალიაკოთი და გარჩევა საქმეების. სადაც სიმართლე არ არის, საბოლოო ჯამში იქ აუცილებლად დადგება ის დრო, როდესაც სიმხარე ამ ერთეულის დაირღვევა. ვის რა კუთხით და რა მიზნით სურს მთავარი არხის გამოყენება ტელეკომპანიის დამფუძნებლებს, დირექტორებსა და თანამშრომლებს შორის მწვავე დაპირისპირება. არხის დირექტორი გიორგი ქურდაძე ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის გიორგი გაბუნიას თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს. ურთიერთბრალდებების პარალელურად არხს ტოვებენ ჟურნალისტებიც. გავრცელებული ინფორმაციით ტელეკომპანია მთავარი არხი დატოვა ლელა წურწუმიამაც. მისი მეუღლის თქმით, არხზე გადაცემა გაჩერებულია და აღარც გაგრძელდება. ტელეკომპანია მთავართან დაკავშირებით თანა დამფუძნებლებსა და მათ მიერ დანიშნულ
დანიშნულ დირექტორებს შორის განხეთქილება უკვე დიდი ხანია გრძელდება. ზაზა ოქუაშვილი, ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას არხის მიზან მიმართულად გაკოტრებაში ამხელს. გვარამია გაბუნია კი თავის მხრივ ოქუაშვილს და მის მიერ დანიშნულ დირექტორს არხის დახურვის მცდელობაში ადანაშაულებენ. ვის დარჩება რადიკალების კუთვნილი მთავარი არხი და ვინ სად გააგრძელებს მუშაობას. ეს ცნობილი ახლო მომავალში გახდება.